თუ ყოფილხართ გერმანიაში სტუდენტური დასაქმებით? კი, წინածას ვიყავი 3 თვით ზაფხულზე ახაც მივდივარ. კი, ორჯერ ვიყავი გერმანიაში. დიახ, დავდივარ გერმანიაში სტუდენტური დასაქმების პროგრამით. კი, მაგ ეგმები, მაგ ამბიციებისა, ნახოთ როგორ მოხდება ეს ყველაფერი. პირველად ვიყავი შარშან და წელსაც ვფიქრობ, რომ წავიდე. ის სიკეთეები რაც მივიღე ის იყო, რომ დამეხმარა ჩემი პატარა მიზნების ასრულებაში, ზოგადად ახალგაზრდებს მსგავსი შესაძლებლობები, არა მარტო სწავლის საფასურის გადახდა შეეხმარება. არის ჩვენ ქალაქში ძალიან ბევრი, ვინც მიდის გერმანიაში, იმიტომ რომ გადაიხადონ ქირის გადასახადი და არა მარტო ქირის გადასახადი. ზოგს მაგალითად უნდა რომ მანქანა ყავდეს, ზოგს რაღაც სხვა მიზნები აქვს, ბიზნესი დაწყება უნდა და ასე შემდეგ. კარგი დრო რომ გავატარო. მაინც გარემო შევიცი. სამუშაოდ ხომ მიდიხართ? კი, ეგეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ მეორე ფაქტორს უფრო დიდ ყურადღებას ვანიჭებ. ძირითადად გვეხმარება უფრო დამოუკიდებლები გავხდეთ, შრომას მივეჩვიოთ და თვითრეალიზაცია ჩვენი თავის თვითონ მოვახდინოთ. თუ ვიზა ლიბერალიზაცია გაუქმდა, ამ შემთხვევაში რა პრობლემის წინაშე დგებით თქვენ პირადად? არ მგონია მაგდენდე მივიდეს საქმე ბატონო, მაგრამ ალბათ იქნება პრობლემა. არა მარტო ჩვენ ძალიან უმეტესობთ სხვა. სწავლის საფასურს ვერ გადაიხდიდი, რადგან საქართველოში არა იმხედა ხელფასი, რომ დაფაროს მოსწავლემ სტუდენტმა სწავლის საფასური. პასუხისგან თავ შევიკავებ თუ შეიძლება. რატომ? იმიტომ რომ უფრო პოლიტიკური შეკითხვა არის და მაგით. თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენთვის, სტუდენტისთვის, თქვენი მომავლისთვის ეს პოლიტიკური შეკითხვა? არა, ამ შემთხვევაში დიახ, მასე ვფიქრობ. საშინელება იქნება ოღონდ მართლა, იმიტომ რომ ადამიანს სჭირდება სასიცოცხლოდ, რომ რაღაცნაირად სიახლე მიიღოს, მის მეტყვი მას გადაამუშავოს და მე რაღაც გამოცდილება დაქციოს. პრობლემა ქუთაისში ვატარებ 22 წელია ზაფხულს და 23 წელს გავიდე. ჩემი მეგობრის თქმის არ იყოს, მეც უკვე ქუთაისში ვცხოვრობ უკვე 20 წელია და გავაგზავნებ ასე ჩვეულები. ფინანსური ალგადახდის გამო ჩვეულებრივად უნივერსიტეტი შეგვიჩერებს სტატუსი. პირადად მე რო წარმოვიდგენ, რომ შეიძლება ასე ვთქვათ, ჩავაგდო ერთი საფხული და ვერ წავიდე გერმანიაში, ასე ვთქვათ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვხდები, იმიტომ რომ წარმოვიდგენია რა შესაძლებლობას ვკარგავ.